მოგესალმებით მეგობრებო, თევზის მოყვარულები დაინტერესდებით ამ რეცეპტით. მოვამზადოთ სარდინი ტომატის соуსში. სარდინი მდიდარია დ-ვიტამინით, ომეგა-3-ით, ვიტამინი B12-ით, კალციუმით, რკინით, იოდით. მოკლედ მთელი ბუკეტია ვიტამინების და ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად ძალიან გემრიელიც. ხო მართლა, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ ჩემებური სამზარეულო, გამოიწერეთ, მოიწონეთ, დამიკომენტარეთ, გააზიარეთ, რათა ბევრმა ნახოს და ბევრმა მოიწონოს. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში გავაცალოთ თევზს ქერცლი. შემდეგ მოვაჭრათ თავი და მოვაჭრათ ფარფლები. გავჭრათ მუცელზე და ამოვიღოთ შიგნეული. გავრეცხოთ. შემდეგ მოვაჭრათ კუდი, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ ხერხემალი და ზედმეტი დიდი ფხები. გავრეცხოთ და მზად არის შესაწვავად. დაგვჭირდება შესაწვავად 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჩაისკობზი მარილი, პილპილი. აურიოთ კარგად. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი. ჩავაყაროთ ცოტა მარილი, კარგად შევანჯღრიოთ. სათითაოდ ამოვავლოთ თევზის ფილე ფქვილში. ჩავაწყოთ გახურებულ ტაფაში და კარგად შევბრაწოთ ორივე მხრიდან. აი ასე გემრიელად დაიბრაცა ჩვენი სარდინი. დროა მოვამზადოთ соуსი. ამისთვის დაგვჭირდება 1 თავი წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი, დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთმოსხმულ ტაფაზე ოქროსფრად. სანამ ხახვი შეიბრაწება, 1 სტაფილო გავთალოთ, გავრეცხოთ და გავხეხოთ. ხახვი მოიხრაკა და ჩავამატოთ სტაფილო და ესეც კარგად შევწვათ. 2 სუფრისკოს ტომატ პასტას დავასხათ 1 ჭიქა წყალი და კარგად აურიოთ. უნდა იყოს დაახლოებით ასეთი სისქის. დავამატოთ შემდეგ შემწვარ სტაფილოს და ხახვს, კარგად აურიოთ. დავამატოთ მარილი, დაღერღილი წიწაკა და თევზის სუნელი, რომელიც იყიდება მარკეტებში. ჩავაწყოთ შემწვარი თევზი. კარგად ამოურიოთ. გავაჩეროთ კიდე 2-3 წუთი ცეცხლზე და უგემრიელესი თევზი ტომატის соуსში მზად არის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემებური სამზარეულო, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ. მეც გამიზიარეთ, თუ მომზადებთ, როგორ მოგეწონებათ ეს კერძი, ველი გამოხმაურებებს.